მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფაროლავა მუშაობს. დღეს გადაცემაში კი ნახავთ. რა უნდა იცოდეთ ეპილეფსიის შესახებ? რა იწვევს შეტევებს? როგორ ისმება ზუსტი დიაგნოზი და რა გზებითაა შესაძლებელი ამ პროცესის მართვა? მითები და რეალობა დაავადების შესახებ. თავის ტკივილი და მისი გამომწვევი მიზეზები. რა უნდა გაითვალისწინოთ ტკივილის გაჩენისას და როდის არის საგანგაშო სიმპტომები? რუბრიკაში ექიმის რჩევა. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევა ეპილეფსია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება კაცობრიობისთვის საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, მისი ირგვლივ არსებული სტიგმა და შიში საზოგადოებაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეპილეფსია არ არის ფსიქიკური აშლილობა, არამედ თავის ტვინის ნეირონების ჭარბი ელექტრული აქტივობით გამოწვეული მდგომარეობაა. თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტის უმრავლესობა მედიკამენტური მკურნალობის ფონზე აბსოლუტურად სრულფასოვანი და აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, თუმცა საზოგადოების ინფორმირება კვლავ დაბალია, რაც ხშირად პაციენტების გაუმართლებელ სოციალურ იზოლაციას იწვევს. ნახოთ ვიდეო, რომლის შემდეგ სტუდიის სტუმარი შემოგვიერთდება. ეპილეფსია ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ვლინდება განმეორებადი არაპროვოცირებული ეპილეფსიური შეტევებით. დაავადების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და მოიცავს გენეტიკურ წინასწარ-განწყობას, თავის ტვინის ტრაუმულ დაზიანებებს, ინსულტს ან ინფექციურ პროცესებს. შეტევა ყოველთვის დაკავშირებულია თავის ტვინის ნეირონების ჯგუფში წარმოქმნილ ანომალიურ ელექტრულ განმუხტვასთან. კლინიკური სურათი შეიძლება იცვლებოდეს ხანმოკლე გონების დაკარგვიდან მძიმე გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება არის ეპილეფსიური სტატუსი, რომელიც სიცოცხლესთვის საშიში მდგომარეობაა და გადაღუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. დიაგნოსტიკის პროცესში ოქროს სტანდარტად ითვლება ელექტროენცეფალოგრამა და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თანამედროვე ანტიეპილეფსიური პრეპარატები პაციენტთა თითქმის 70%-ში შეტევების სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. თუმცა მკურნალობის რეჟიმის თვითნებურმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და რეციდივი. პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო მეთვალყურეობა, ისე ჯანსაღი ძილის რეჟიმი და სტრესის მართვა. ამ თემაზე იმპულსის შეკითხვებს ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი პასუხობს. მოგესალმებით ნათია, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და თემაზე საუბრისთვის ზოგადად თებერვლის თვეში აღინიშნება 9 თებერვალს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე და მთელი თებერვლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს სამედიცინო საზოგადოება ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, მით უმეტეს გვახსენე კიდევაც რომ ბევრი სტიგმა არსებობს და არასწორი შეხედულება მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეალობაში სოციალური ქსელების, ინფორმაციული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიუხედავად მაინც რაღაც სტიგმები რჩება. კი ბატონო, მაგრამ მაინც და სწორედ ამას ამ მიზანს ვემსახურებთ, რომ ადამიანებს აუხსნათ რა არის ეს რეალურად, რა მდგომარეობაა და რა შეიძლება ეპილეფსიის შემთხვევაში და რა არ შეიძლება. მოდი განვარტოთ პირველ რიგში თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლით როგორ განისაზღვრება რა არის ეპილეფსია. ანუ თავის ტვინის ქრონიკული დაავადებაა, რაც ახსენე შენ უკვე ქერქის ზოგადად და ქერქქვეშა ბირთვების, ანუ უფრო რუხი ნივთიერების ვიდრე თეთრის. და განმარტება, საბოლოო განმარტება 2014 წელში მოხდა ახალი განმარტები, სადაც ნათქვამია, რომ ერთი უმიზეზო გულყრაც თუ ადამიანს აქვს და ელექტროფიზიოლოგიური მაჩვენებლები, ანუ ელექტროენცეფალოგრაფიაც პოზიტიურია და გვიჩვენებს ეპილეფსიის მაჩვენებელს, რაღაცას ეს ნიშნავს, რომ ეპილეფსია არის. და უმრავლეს შემთხვევაში ვიწყებთ ხოლმე მკურნალობას ესეთი პაციენტების. ანუ არ არის აუცილებელი ეს შეტევა განმეორებადი იყოს ერთი შემთხვევაც. ერთი პაროქსიზმული გულყრა მიზეზის გარეშე, იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრებაში ყველა შეიძლება დაემართოს, სხვა მიზეზით გამოწვეული. ხო, უნდა მოხდეს აუცილებლად დიფერენცირება, რომ ეს ნამდვილად ეპილეფსიური გულყრაა, შესაბამისი სამედიცინო კვლევებით უნდა დასტურდებოდეს. მხოლოდ ერთხელ ამის დანახვა არ არის საკმარისი. აი, როგორია ციფრებში გამოხატული ეპილეფსია. ზოგადად ვიცით, რომ ბევრ დაავადებასთან მიმართებაში თანამედროვე რეალობაში გაახალგაზრდების ტენდენცია ამ შემთხვევაში ბუნებრივია ამ დაავადებას მიმართებაში ვერ იქნება, რადგან თანდაყოლილი შეიძლება იყოს ან გარკვეულწილად თავის ტვინის ელექტრული აქტივობის შედეგია.
გაიზარდა ციფრები თუ შემცირდა? ჯერჯერობით როგორც არის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვის რაც კი კვლევები ჩატარებულა ეპიდემიოლოგიური არის მოსახლეობის 1%. ანუ ქვეყანაში თუ დავუშვათ ცხოვრობს რაღაცა რაოდენობა ადამიანი, მათი 1%-ია ყოველთვის. თბილისში და შემოგარენში ჩატარდა ბოლო კვლევა 2010-12 წლებში და იქ მივიღეთ 0.88%. და გადაცემის წინ გეუბნებოდი, რომ არასდროს არ ჩატარებულა სამწუხაროდ არც დასავლეთ საქართველოში და არც საჭარაში არანაირი ეპიდემიოლოგიური კვლევა. და ჩემი სადოქტორო დისერტაციის ფარგლებში ახლა ჩვენ სტუდენტებთან ერთად ვაპირებთ გამოვიკლოთ აჭარის მოსახლეობა. 12000 მოსახლეს უნდა გამოვკითხოთ რანდომულად ბათუმში. ანუ არა დასავლეთ საქართველოს, არამედ აჭარის რეგიონი. მხოლოდ აჭარის რეგიონი, ისედაც ძალიან დიდი მოცულობაა და ჩვენი სტუდენტები მოვამზადეთ ამისთვის დავატრენინგეთ და სპეციალური კითხვარებით ჩამოივლიან, შეხედავენ ბეიჯიკები ეკეთებათ ჩვენი უნივერსიტეტის სახელი გვარით წარუდგებიან და გამოკითხავენ, დაუსვამენ რანდომულ კითხვებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ეპილეფსიაზე და გადავწყვეტეთ, რომ ახლა ამხელა დაფარვა არის, გავაკეთოთ ასევე ენდემური ჭიყვი, როგორც იცი აჭარისთვის პრობლემური იყო და ასევე ხშირად მცდარია თუ არა მცდარია, კოგნიტური დეფიციტით შეიძლება იყოს დაკავშირებული ამასთან და ამიტომ ბავშვებში და ამიტომ გავაკეთეთ კომბინირებულ კვლევას და აი გვეცოდნება ზუსტი შედეგები წლის ბოლოს. მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ჩვენ გასულ კვირასაც გქონდა საუბარი პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე და მის მნიშვნელობაზე, სწორედ ამ ტიპის პროფილაქტიკური გამოკვლევებით შეიძლება ძალიან ბევრი სამწუხაროდ როგორც იხარით, აი თბილისში ჩატარებული კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ 60% იყო მკურნალობის არასწორი გადანაწილება. ანუ რაც იმას გულისხმობდა, რომ იყო ადამიანები, ვინც მკურნალობდნენ და არ ჰქონდათ ეპილეფსია და იყვნენ ადამიანები, ვინც არ მკურნალობდა, მაგრამ მისი გულყრები ეპილეფსიის მახასიათებლები იყო და სჭირდებოდა ან ამ მდგომარეობაში შემთხვევოდა და ეს შემთხვევაში სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაცია შეიძლება იყოს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული გამოვლენა და ძალიან კარგია რომ მსგავსი კვლევები და იმედია ეს არა მარტო აჭარას და თბილისს და შემოგარენს, არამედ მთლიან საქართველოს მოიცავს და დარწმუნებულია ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსი არასწორი დიაგნოზითაც იქნება და მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი იქნება. მოდი ვისაუბროთ იმას, აი სტიგმები ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ალბათ ამასთან დაკავშირებით სტიგმა იქნება, რომ რაღაცა მის თაობაში გენეტიკური ფაქტორი არის თუ არა მნიშვნელოვანი, თუ აღენიშნებოდა, შეიძლება თუ არა, მაგალითად თუ მშობელს აქვს აუცილებლად შულსაც გადაეცეს. ხო, ანუ მაგ არის ყოველთვის რაღაცა ამიტომ ალავენ ერთ-ერთი არის, რომ ვიცოდეთ, რომ გადამდები დაავადება არ არის პირველ რიგში. სტიგმისთვის არ არის ასევე ფსიქიური დაავადება, რომელიც ორმაგად სტიგმატიზირებულია ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ. 80% განკურნებადია, რომ იცოდნენ, ანუ 70-80% ადამიანი რჩება გულყრიდან თავისუფალი. და აქედან დიდ ნაწილს პლუს წამალით შეიძლება მოეხსნას რამდენიმე წელიწადში. ამიტომ ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პაციენტი მოდის და მიმტკიცებს, რა აზრი აქვს ამდენ წამალს როსვა, მაინც არ მოურჩევიო და სინამდვილეში არ არის ეგრე. ბევრი მას გვაქვს წარმატებული შემთხვევა, უბრალოდ ხანგრძლივი მკურნალობა ჭირდება. ისე ადამიანებმა. სწორედ ამიტომ ვაკეთებ თამას, რომ არ იციან. გონიათ რომ გადამდებია, გონიათ რომ სირცხვილია, როგორ შეიძლება რაღაცები, რომ ანუ განსაკუთრებით ალბათ გოგონებში არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ საუბრობენ მსოფლიოსთან მიმართებაში ზოგადად, ნუ ეს გულყრები აქვს და შეიძლება ოჯახის დაგეგმვის დროსაც ძალიან ბევრი სერიოზული სტიგმა. მოკლედ რაც თავი მახსოვს, რაღაც ძალიან ბევრი სტიგმასთან დაკავშირებით გვიწევს ეთერში საუბარი. აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი აღინიშნა, რომ შეიძლება სრულიად განიკურნოს და პაციენტს აღარ დაჭირდეს მკურნალობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად აღმოაჩინოთ, რაც უფრო ადრე დაიწყო მკურნალობა, მით უფრო და მიყვენ ექიმის რჩევებს, რომ ზუსტად, ანუ წამლის დოზების არის ხშირად თვითნებური შეწყვეტა მკურნალობის, აი მომბეზდა, კარგად თუ არ ერთი წელი და აღარ დავლევ, ანუ ეს რაღაცა აქვს ამას სქემა 3-5 წელი უნდა დალიოს ხოლმე პაციენტმა ერთ პრეპარატია საუბარი, რომელიც არ გზღუდავს ბევრ შემთხვევაში და არის რა თქმა უნდა წამალრეზისტენტული ფორმებიც და ეს ნიშნავს, რომ მაშინ 2-3 პრეპარატი გვჭირდება, მაგრამ ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ არ არის განკურნება და გვაქვს კიდე ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც აქამდე საქართველოში არ ქონდა სამწუხაროდ, ქირურგია.
უკვე რამდენიმე წელია თბილისში ჩამოდიან გერმანელი ნეიროქირურგები, ანუ ძალიან სპეციფიური ოპერაციული ჩარევა ჭირდება, მომზადება ჭირდება ასეთ პაციენტს და არის სპეციფიური, ყველას არ უტარდება. ძალიან იშვიათ შემთხვევაში სპეციფიურ ერთ-ერთ ეპილეფსიას ჰიპოკამპალური სკლეროზის დროს და ამ შემთხვევაში ჩამოდიან და ქართველ ქირურგებს ამზადებენ 6 თვეში ერთხელ და შესაბამისად იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ, არის იმის საშუალება, რომ ჩვენ მოვამზადოთ ეს ადამიანები, ჩავწეროთ რიგში და გაიაროთ და ძალიან კაი შედეგებით სრულდება. ანუ ადამიანები პრაქტიკულად წამლის გარეშეც ხშირად რჩებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებისთვის და განსაკუთრებით, როდესაც ვამბობთ, ესეთი კეროვანი დაზიანება გვაქვს და ფოკალური ეპილეფსია უფრო რთულია და წეღან რასაც ამბობდით ზუსტად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითობის ამბავი. ანუ აქ უნდა განსაზღვროთ ორი ფაქტორი, მემკვიდრეობა და გენეტიკურობა. გენეტიკური გენის მუტაცია შეიძლება მოხდეს ისეთ ადამიანში, ვისაც არასდროს მის ოჯახის წევრს არ ქონია და ეს არ ნიშნავს, რომ გენეტიკური ეპილეფსია არის მემკვიდრეობითი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გადაეცეს და მემკვიდრეობითი წინასწარ-განწყობა ქონდეს, მაგრამ არ არის იმხელა პროცენტი, რომ ამაზე ჩვენ ვთქვათ, რომ აი მან და მაინც ოჯახის წევრს თუ ქონდა შვილსაც დაემართება, ან ვიღაცა ნათესავს თუ ქონდა შვილსაც დაემართება. არ არის ეს განსაზღვრული. ეს და არც ის არ არის განსაზღვრული, რომ აუცილებლად ბავშვთა ასაკში უნდა დაიწყოს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს გულყრები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა დაავადებით გამოწვეული გულყრები, ასევე აი ესეთ გენერალიზებული გულყრები, მაგალითად პუბერტატულ ასაკში 13-15 წლის ასაკში შეიძლება პირველად განვითარდეს, მაგრამ ეს იყოს ჩვეულებრივი გენერალიზებული არაფრით გამოწვეული, ანუ ისევ გენურ მუტაციას გულისხმობს. აი ბავშვები ახსენეთ, როგორია ბავშვი რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. ნებისმიერი ასაკიდან შეიძლება დაიწყოს. კრუნჩხვა ყველასთვის ცნობილია და კრუნჩხვას აქცევენ ყურადღებას შესაბამისად, სამწუხაროდ არ აქცევენ ხშირად ყურადღებას ფოკალური ეპილეფსიის რაღაცებს. აი, როდესაც აქვს წამიერი ერთ-ერთი გენერალიზებული ფორმა, რომელსაც აბსანს ეპილეფსიას ვეძახით, აქვს წამიერი გამოთიშვები ბავშვს და ხშირად მასწავლებელი უფრო ადრე ხდება, ვიდრე მშობელი და მასწავლებელი თვლის, რომ ეს იმიტომ არის შეიძლება რომ უყურადღებოა ბავშვი და დედას შესჩივის და არის ესეთ შემთხვევები, როდესაც საერთოდ კრუნჩხვა არ არის და უბრალოდ ადამიანი რაღაც პერიოდში გრძნობს უცნაურ შეგრძნებებს. აი მაგალითად შეიძლება ყნოსვითი შეტევა დაემართოს, საფეთქლის ეპილეფსიას ახასიათებს ესაც, როდესაც აი ესეთი ცუდი სუნი საღაციდან იგრძნობ, 1-2 წუთი გაგრძელდება, შენს ირგვლივ ვიღაცებს კითხავ ამის შესახებ, ყველა გეტყვის რომ არ არის და მეორეჯერ აღარ ამბობ ამას, იმიტომ რომ შეიძლება ჩამთვალონ გიჟია ეს და სინამდვილეში ეს არის შეტევის ერთ-ერთი ნაირსახეობა. ძალიან ბევრნაირია. არ არის აუცილებელი რაღაც არ არის აუცილებელი რომ გონება და ანუ გონების დაკარგვითაც მიმდინარეობს და კარგვის გარეშეც ხელის რაღაცა კანკალი, რომელიც შეიძლება იყოს მიოკლონიები და კლონური ეპილეფსია, შეიძლება იყოს ასევე ფოკალური. გააჩნია ქერქის რა ნაწილია დაზიანებული, შესაბამისად ძალიან ბევრი ფორმაა. თუმცა ეს არ ნიშნავს რაღაცა შიშის წინასწარ გამოწვევას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და ყველა ტიკიც არ უნდა ჩავთვალოთ დავუშვათ ეპილეფსიად. ორ უკიდურესობას ვნახულობთ ხო ადამიანები, რომელიც უბრალო გულის წასვლაც გულყრაგონიათ და ამიტომ სპეციალისტთან დროული მიმართვა და სპეციფიური დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხა ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრ შემთხვევას აღმოაჩენს. ხო, ანუ ზუსტად ეგეთი კითხვებია ჩვენ კითხვარში, რომ ხო არ გაქვთ რაიმე, ხო არ ხედავთ ხოლმე რაღაცა ბურთებს, რომელიც გამოჩნდება და გაივლის. ესაც შეიძლება იყოს კეფის ეპილეფსიის, ანუ მხედველობითი ჰალუცინაციები, რომლებიც რამდენიმე წამიანია, შეიძლება საერთოდ უმნიშვნელოდ ჩათვალოს ადამიანმა. ესეთი კითხვები გვაქვს დასმული. ხასიათის უმიზეზოც შეცვლა, რომელიც ასევე შუბლის წინა ნაწილის შეიძლება უეცადი აგრესია და გაღიზიანება გამოიწვიოს და მე ჩვეულებრივად ვირა და მემართა რატო ვიყავ ესეთ ცუდ ხასიათზე, რაღაცა ალბათ სტრესი ამბავი და ესეც შეიძლება იყოს გამოწვეული ესეთი ცვლილებით. და ასაკთან ერთად იცვლება თუ არა ამ მდგომარეობა, იმიტომ რომ ვიცით რომ საუბარია ქერქსა, ქერქის განვითარება ასაკთან ერთად იცვლება, კოგნიტური ფუნქციები და ასე შემდეგ. ანუ ასაკთან ერთად იცვლება თუ არა მდგომარეობა, შეტევების სიხშირე იმატებს, იკლებს თუ ასე. ხო, ეგ გააჩნია რომელი ტიპის ეპილეფსია აქვს, მაგრამ რაც შეეხება პირველად იდენტიფიცირებულს, ჩვენთან რო ყველას გონიათ რატომღაც მარტო ბავშვობაში უნდა დაემართოს, რეალურად როგორც გითხარით 1%-ია საშუალო დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ მოხუცებში უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერ ასაკში. იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი
სხვა ნევროლოგიური დაავადება, რომელიც იწვევს ქერქის დაზიანებას და ამას შეიძლება მოყვეს ეპილეფსია. მაგალითად, ინსულტის შემდეგ რამდენიმე თვეში, რამდენიმე წელში შეიძლება იმ ნაწილმა, რომელიც იშემია, თუ ეს ქერქში იყო, გამოიწვიოს გულყრები. მაგალითად, ისეთი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორც არის ალცგეიმერი და სხვა ტიპის დემენცია, პარკინსონის დაავადება, რომელიც ასევე ქერქის ატროფიით მიმდინარეობს, შეიძლება გამოიწვიოს გულყრები. შესაბამისად, მოხუც ასაკშიც ეს არ უნდა იყოს უცხო და რაც შეეხება საშუალო ასაკს, ეს ყოველთვის არის დაკავშირებული რაღაცა სხვა პრობლემასთან, მაგალითად სიმსივნურ წარმონაქმნებთან, მაგალითად ტრავმასთან და რაღაცნაირად მეორადი ის შემთხვევებია უფრო, როდესაც უკვე გვაქვს მიზეზი, რამაც გამოიწვია ქერქის დაზიანება და შესაბამისად, აი ყველა სხვა მიზეზი შეიძლება იყოს და ამიტომ არ არის ეს მარტო მკვიდრეობითობაზე მიბმული ყოველთვის როგორც ფიქრობენ ხოლმე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საგანგაშო არის ამ შემთხვევაში ეპილეფსიური სტატუსი. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში რატომ იცვლება ეპილეფსიური სტატუსი კრიტიკულ მდგომარეობად და როცა ეს სიტყვა შეთანხმება ესმის ადამიანს, პაციენტს რა უნდა გაითვალისწინოს? ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე, აი ჩვენ პირველადი დახმარების აღმოჩენა რაც არის გულყრა, როდესაც მიმდინარეობს აპნოეთი ხო, სუნთქვის შეჩერებით, როდესაც გენერალიზებული ტონური გულყრა და გაშავდა ადამიანი, ვერ სუნთქავს, ცდილობენ პირის გაღებას და ასე შემდეგ. ეგენი არ გჭირდება ამ შემთხვევაში, პირიქით ერთადერთი რაც შეიძლება რომ თავი გვერდზე იდოს, რომ თუ წამოვა ნერწყვი, გადმოვიდეს გვერდით, რომ ასპირაცია არ მოხდეს და დანარჩენ შემთხვევაში ეს გულყრა ყოველთვის მთავრდება 4 წუთში, მაქსიმუმია 4 წუთი. ძალიან არასასიამოვნო სანახავია თვითონ ოჯახის წევრისთვის და გარშემოყოფისთვის და შიში წვევს, მაგრამ ვინც იცის, უნდა იცოდეს, რომ ეს თავისით დასრულდება და უბრალოდ სიმშვიდე და ჰაერი უნდა მივაწოდოთ პაციენტს. მაგრამ არის აი ეს გამოკნაკლისი შემთხვევები, როდესაც გულყრა არ სრულდება მალე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვინმეს რომ გულყრა დაემართება, პანიკა არ იყოს, დრო დაინიშნონ. თუ ეს გაგრძელდა 3 წუთზე მეტი, 2, 3, 4 წუთი, მაშინ აუცილებელია რეანიმაცია, აუცილებელია სტაციონარში გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ამ დროს სასწრაფო დახმარების გამოუცდელებისთვის, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების გამოძახება და შესაძლებელია ეს არ მოეხსნას არანაირი ინექციით და ამიტომ ინტუბაციას დაჭირდა გახდეს საჭირო. ეს ხშირად არის, როდესაც პირველადი ეპილეფსიური სტატუსი არასდროს არ გვაქვს. ეპილეფსიური სტატუსი გვაქვს, თუ ადამიანს აქვს ეპილეფსია და მკურნალობს და წამალი ჩააგდო, ან საერთოდ არ მკურნალობს და რაღაც თulis რომ არა მაინც არ ინკურნება და წამალს თავი რატო უნდა და ან შესაძლებელია გამოიწვიოს სხვა მაპროვოცირებელმა ტრიგერებმა, როდესაც არის ალკოჰოლის ჭარბი მიღება, იმიტომ რომ ალკოჰოლს ვუგრძალავთ სამწუხაროდ ჩვენ პაციენტებს და ეს დიდი ხშირად ხდება პრობლემა და ღამის თევა ასევე არის ტრიგერი გულყრის განვითარების, რომელიც შეიძლება სტატუსში გადაიზარდოს. ან ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დროული გამოვლენა, იმიტომ რომ გასაგებია რომ სტატუსი პირველად არ ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებლად დასმული უნდა იყოს დიაგნოზი და თუ დიაგნოზი დასმული არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის სიცოცხლე საფრთხედ შეექმნას. მით უმეტეს, როდესაც არ არის ფართო ინფორმირებულობა მაღალი ამ საკითხთან მიმართებაში და ხშირ შემთხვევაში დარწმუნებაა ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი მაყურებელი ისმენს ისეთ ფაქტებს, რომელიც პირველად გაიგო საერთოდ და არც კი ქონდა წარმოდგენა იმაზე, რომ შეიძლება ეპილეფსია სხვა ფორმებითაც გამოიწვიოს. ქირურგიულ ქერქის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სტატუსი ასევე, ენცეფალოპათია თუ არის მწვავე. ძალიან მინდა აღვნიშნო ისიც ირაკლი, რომ სტატუსი თავისთავად ხო ვიზუალურად და სუნთქვის მხრივ და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქერქისთვის, იმიტომ რომ მიდის ამ დროს ეს ელექტრონული გამტვირთვა, რაც შენ ახსენდა, რაც გვაქვს ჩვეულებრივი გულყრების დროს 1 წამი, 10 წამი, 2 წუთი, რაც გითხარით, მიმდინარეობს მთელი ეს პერიოდი, რაც თავისთვის აზიანებს. და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კარგი, როდესაც კრუნჩხვა აქვს და სტატუსია ხედავ, მაგრამ არის არაკონვულსიური სტატუსები, როდესაც ქერქში ასევე განტვირთვა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ჩანს გარედან. ანუ არა აქვს კრუნჩხვა, თუმცა შესაძლებელია ადამიანს ამ დროს აღენიშნებოდეს ცნობიერების შეცვლა. უცნაურად იქცეოდეს, აი რაღაც არასწორად საუბრობდეს, რაღაცები დაავიწყდეს. ანუ ესეთ ადამიანებს ესეთ მხრივაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც გვაქვს ცნობიერების შეცვლა, შეიძლება იყოს არაკონვულსიური სტატუსის ერთ-ერთი ნიშანი. ანუ შეიძლება ეპილეფსია იმალებოდეს, არა ესე გამოხატული სიმპტომებით, არა კრუნჩხებით, გულყრებით, ესე ის რაც ჩვენ წარმოგვიდგენია, ესაც კადრებში ვხედავდით, ამ ფორმით შეიძლება საერთოდ არ ვლინდებოდეს, სხვა ფორმებით და
ამ ფორმების განვითარებას და ამ ფორმების მიმართ უყურადღებას შეიძლება მოყვეს მე ეპილეფსიური სტატუსი, გართულება და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ მიმართულებითაც კვლევები ჩატარდეს და ზოგადად ალბათ დადგება შეკითხვა როგორ შეიძლება თუ რაღაც აი ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარ თავში რომ რაღაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არის თუნდაც ცნობიერების შეცვლა, რაღაც არასასურველი, არასასიამოვნოს ყნოსვა, შეგრძნებები. ამ შემთხვევაში როგორ ხდება დიაგნოსტიკა ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მიმართონ ნევროლოგს და დეტალურად გამოიკითხოს, ბევრი რაღაცა ქვენიშანია. ხშირად ვთხოვთ პაციენტებს, რომ აი ამ შეცვლის დროს ვინმეს თხოვენ, რომ ვიდეო გადაუღონ და გვიბრაზდებიან ხოლმე და რეალურად ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი რამე შეიძლება უნიშნელო მოხდეს, რომელიც არ არის მათი თვალისთვის რაღაცა ყურადღების გასამახვილებელი, ან მაინც იმხელა სტრესში არიან ხოლმე, რომ არ აქცევენ და ამიტომ ვიდეოს გადაღება ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარება და როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია მიმართონ ექიმს და ერთ-ერთი გამოკვლევის ოქროს წესი არის ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა, რომელიც იწერს ქერქის აქტივობას. კი ბატონო, დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ერთ-ერთი პირველი ჩაერთო სხვათა შორის აი რო შემუშავდა საქართველოს 50-იან 60-იან წლებში უკვე აკეთებდნენ სარაჯ პეტრე სარაჯიშვილი და თინა გელაძე, ჩვენ სასახელო ეპილეპტოლოგები ვინც იყვნენ, აკეთებდნენ ამ კვლევას და დაიწყო ერთარხიანით და ეხლა დღესდღეობით აი საოპერაციო დრო ამზადებენ 200 არხი წერება თავის ტვინიდან, სტანდარტული 20 არხია. ნუ ეხლა თავის ტვინის კვლევა, თავის ტვინთან დაკავშირებული კვლევები ყოველდღიურად რაღაც სულ უფრო მეტი განცვიფრების საშუალებაა იმდენად წინ წავიდა და ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კვლევებსაც მაგრამ იმაში რომ ოპერაციული მკურნალობა ეპილეფსიის ახლა მიღებულია და წარმატებულია, იმიტომ რომ ადრე წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ქერქის ნაწილს იღებ ამ დროს და ადრე ამ ქერქის ამოღებით ნიშნავს, რომ შენ რაღაცას აზიანებდი და დღეს, როდესაც გვაქვს ფუნქციური მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, როდესაც შეგვიძლია თავის ქალა გავხსნათ, იქ დავადოთ ელექტროდები და ვიცოდეთ ზუსტად რა ადგილას არის ზიანი, მილიმეტრებზეა საუბარი, აი 6 მილიმეტრი, 3 მილიმეტრი ამ ზომის ქერქს იღებენ და როდესაც თავის ტვინში კონკრეტულ ჩიპების იმპლანტაციაზე საუბარი და ეს არ არის რაღაც მით ეს არის რეალური, იგივე თუნდაც ილონ მასკის ნეურალინკი, რომელზეც ჩვენს გქონია სიახლეები ამ მიმართულებით და ყოველწლიურად არ მარტო ეს კომპანია არ არის, სხვა კომპანიების მუშაობენ ამ მიმართულებით და აი ეს კვლევები ემსახურება რეალურად მკურნალობას. ბევრი სხვა დაავადების, აქ არის მძიმე დაავადებებზე საუბარი, სადაც კოგნიტური ფუნქციის შეზღუდვაზე მთელი რიგი ნევრული აქტივობის, აი ბევრ სხვა დაავადებას, აქ როცა საუბარი ესა თითოეული ნერვული ნეირონის დონეზე მანიპულაციაზე, ბუნებრივია ამ მიმართულებითაც არ დარჩებოდა რაღაც ინოვაციების გარეშე. ანუ მედიკამენტების გარდა, ხო, ქირურგიული მეთოდი ვახსენეთ, რა შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში მკურნალობის თვალსაზრისით და შეიძლება ითქვას თუ არა, რომ კიდევ ველოდებით რაღაც ამ მიმართულებით სიახლეებს, რომელიც საბოლოოდ მოგცემს საშუალებას, რომ ფარული თუ აშკარად გამოხატული ეპილეფსიური მდგომარეობა ვაკონტროლოთ და თუნდაც იმ ეპილეფსიური სტატუსის უფრო ადრეულად და ამ გართულების პრევენციის საშუალება გქონდეს. ხო, სწორი მკურნალობა მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ახალი წამალი არსებობს. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა არის დარეგისტრირებული. ყოველთვის ვაპროტესტებ ამ ამბავს, როცა მიწევს ტელევიზიაში, სადაც 52-მდე წამალი გვაქვს და საქართველოში 6-ია დარეგისტრირებული და ეხლა 2 დაამატეს. ისიც ხშირად არ არის სამწუხაროდ აფთიაქებში ხოლმე შეიძლება გაწყდეს ისე, რომ საერთოდ მაშინაც შეიძლება რეზისტენტული იყოს პაციენტი გარკვეული პრეპარატის მიმართ. კი ბატონო. და როგორც გითხარით, 70-80% ექვემდებარება ერთი პრეპარატით მკურნალობას, ანუ ერთ წამალს ღებულობ რამდენიმე წელი და ეს შენთვის საკმარისია. გრჩება 25-20%, რომლის მართვას სჭირდება რამდენიმე პრეპარატი, ქირურგიული ჩარევა და მხოლოდ 5% გვაქვს ხოლმე, როდესაც წამალ რეზისტენტულ ფორმაზე ვსაუბრობთ, ანუ 3 პრეპარატი და შესაძლებელია მეტიც ვერ არეგულირებდეს. ამ შემთხვევაში თანამედროვე მეთოდოლოგიიდან ძალიან, ანუ ძველია პრინციპში, მაგრამ ეხა უკვე სამეცნიერო, როცა მე ვიწყებდი მუშაობას, მაშინ ამაზე იცინოდნენ. ძალიან კარგი ფილმი არსებობს, მერილ სტრიპი თამაშობს, სადაც არის განხილული კეტონური დიეტა, რომელიც ეხა ძალიან მოდაშია. კეტონური დიეტით მკურნალობენ ეპილეფსიას. რა და როგორ მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის,
მაგრამ მთელი დეპარტამენტები და ისინია შემუშავებული და ეს წამალრეზისტენტულ ეპილეფსიას მკურნალობს განსაკუთრებით ბავშვებში არის წარმატებული ძალიან ევროპაში ძალიან მიღებული და გამოყენებადია საქართველოშიც ყავს რამდენიმე სპეციალისტი ვინც უნიშნავს იმიტომ რომ აქ ძალიან დეტალური ცოდნა არის სპეციალურად ამ კვების რაციონის საჭირო და რაც როგორც ბრძანეთ ჩიპების განვითარებაზეც საუბარია ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ევროპაში იმასთან დაკავშირებით რომ ღეროვანი უჯრედები გამოიყენონ ნერვული ქსოვილის შესაცვლელად მათ შორის ჩემი ლექტორი იყო ბატონი ზალკოკაია ჩვენი ქართველისა სამაყო რომელიც მუშაობს ღეროვანი უჯრედებით ინსულტების მკურნალობაზე შვედეთში ჩვენც ვაპირებდით სოფლიო მედიცინის რუბრიკაში და ზოგადად ევროპელ ექიმებზე რომლებზეც ვაკეთებთ ხოლმე პერიოდულად სიუჟეტებს ვაპირებდით მის ჩაწერას და იმედი მაქვს მომავალში მაინც მოვახერხებთ მისი ძმა არის ეპილეფსიის მიმართულებით ასევე მუშაობს ამაზე და იმედი არის ხო კიდე თანამედროვე შემთხვევაში რთულ შემთხვევაში გამოიყენება სამედიცინო კანაბინოიდებით მკურნალობა, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა იმაზეა საუბარი, სპეციალური ტაბლეტებია, რომელიც დამზადებულია, განსხვავებულია მარიხუანას სხვადასხვა ჯიში არსებობს და სპეციალური პრეპარატები მზადდება ტაბლეტირებულ ფორმაში და ბავშვებს აძლევენ და ესეც გამოყენებადია. მკურნალობის სპექტრი ფართოა, ბევრია, მთავარი არის აღმოვაჩინოთ. მთავარია სიმპტომები შევამჩნიოთ და ანუ როგორც გითხარით, ბევრი ფორმა არსებობს და რა თქმა უნდა არის ძალიან რთული შემთხვევები, როდესაც ძალიან რთულად მიმდინარეობს, ესეთ სინდრომებს ვეძახით ეპილეფსიურს და უფრო ესეთი მკვეთრი სახელები აქვს ვესტის სინდრომი, ლენოქს-გასტოს სინდრომი, რომელთა მკურნალობა რთულია და მაგრამ არის სინდრომები, რომელთა მკურნალობა ძალიან ადვილია და დარწმუნებულები ვართ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ალაგდება 3 წელიწადში. და იმედი გვაქვს, რომ და ალბათ მოწოდებაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ როდესაც მსგავსი კითხვარებით ადამიანები მოვლენ აჭარაში მცხოვრებ ჩვენი მაყურებლებისთვის, რომლებიც ჩვენს რეგიონში არიან, იმიტომ რომ კვლევა აჭარის რეგიონს ეხება, თუ მსგავსი კითხვარებით სტუდენტები მივლენ, არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ უყურადღებოთ, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ ეჭვიც კი არ გქონდეთ ამ მდგომარეობაზე და აღმოაჩინონ, რომ აქვთ ეპილეფსია, რომელიც არ ვლინდება კრუნჩხის ფორმით და მათთვის სიცოცხლე აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ ეს განმეორებადი შეტევები, რომელსაც ვერ ამჩნევდნენ და არ აქვს კრუნჩხუთი ფორმა, იყოს წინაპირობა ეპილეფსიური სტატუსის და ეპილეფსიური სტატუსი უკვე სიცოცხლის სახიფათო მდგომარეობა. ამიტომ არ დავტოვოთ გულყრებისას, რომელიც შეიძლება მოხდეს ისეთ ბატონო, ამიტომ ეს ძალიან კარგი კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანია და მაყურებელსაც მოუწოდეთ, რომ თუ მსგავსი კითხვარით მოვლენ, აუცილებლად ყველა კითხვას გასცემ პასუხი. დიდი მადლობა ნათია საინტერესო რჩევებისთვის, საუბრების ამ ინიციატივისთვის, რომელიც დარწმუნება ძალიან ბევრ პაციენტს აღმოვაჩენს და ამ ადამიანებს ამ სერიოზული დაავადების კი ბატონო, მართვის საშუალებას მივცემთ და მათი სიცოცხლეს ეს აუცილებელია. წარმატებები დაგემშვიდობებით. მე კი შეგახსენებთ, რომ იმპულსის შეკითხვებს ექიმი ნევროლოგი ნათია ხარატი პასუხობდა. ახლა კი ჩვენი შემდეგი რუბრიკის ექიმის რჩევების დროა, რომელშიც თავის ტკივილზე და მის გამომწვევ მიზეზებზე გვექნება საუბარი. თავის ტკივილი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩივილი, რომლითაც შეიძლება პაციენტი მოხდეს ნევროლოგთან. ტკივილი შეიძლება იყოს იზოლირებული, დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემით და შეიძლება იყოს სხვა დაავადებით გამოწვეული. აქედან გამომდინარე, განვასხვავებთ პირველად და მეორეულ თავის ტკივილებს. პირველადი თავის ტკივილები, როგორც აუჟეთ, უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემას უკავშირდება, მეორადი თავის ტკივილები შეიძლება გამოწვეული იყოს არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით, გულის უკმარისობით, ჰიპოქსიით, თავის ტკივილის და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დაავადებები არსებობს ისეთი, რომლის დროსაც შეიძლება პაციენტმა ჩივილად მოგვაწოდოს თავის ტკივილი. ცალკე შეიძლება გამოყოთ დაძაბულობის თავის ტკივილი, ჰემიკრანი, ანუ შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და თავის ტკივილი გამოწვეული მედიკამენტების არასწორად მიღებით, რომელსაც ოვერიოზს უწოდებთ. თუ თავის ტკივილი არის იმდენად ხშირი, რომ თვეში შეიძლება განმეორდეს 2-3 იყოს ინტენსიური, 1 კვირიდან 10 დღემდე გრძელდება და ღებულობს ქრონიკულ ხასიათს და ეს ჩვენ გვიზღუდავს შრომის უნარიანობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავთ ექიმს და ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ რჩევით მეზობლის, მეგობრის რჩევით მედიკამენტი. არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების ხშირი და ბოროტად გამოყენება იწვევს თვითონ მეორად თავის ტკივილს, რომლის ერთადერთი ხსნა არის მედიკამენტების მოხსნა და რამდენიმე დღე დალოდება, რომ თავის ტკივილი თავისით
ალაგდეს. რაც შეეხება შაკის ჰემიკრანიას, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ჩვენ საზოგადოებაში და ვიცით, რომ ის სიცოცხლისათვის საშიში დაავადებას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ის არის ხშირი და ინტენსიური, ძალიან ცუდად ასატანია და შრომის უნარიანობის შემზღუდველი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ფართოდ გავრცელდა ამ ბოლო პერიოდში ბოტულინოთერაპიის როლი შაკიკის მკურნალობაში და ეს კეთდება სამწუხაროდ ზოგჯერ კოსმეტოლოგის მიერ და არასწორად და ამ შემთხვევაშიც რომ მივიღოთ სრული შედეგი, აუცილებელია ექიმის რეკომენდაცია, კონსულტაცია და ეს პროცედურაც გაკეთებული უნდა იყოს ექიმის მიერ. შაკიკის მკურნალობაში ამ ბოლო პერიოდში დაინერგა ოპერაციული მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება საკმაოდ მაღალ პროცენტში ამ პრობლემის გადაჭრა. არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს შაკიკის შეტევის პროვოცირებას და შესაბამისად შემდეგ იწყება ეს რამდენიმე დღიანი ან რამდენიმე საათიანი შეტევა. არ უნდა მიიღონ ღვინო, კოფეინის შემცველი, არ უნდა მოშივდეთ, არ უნდა მიიღოთ ძველი ყველი. დიაგნოსტიკისთვის მთავარი არის სწორად შეგროვილი ანამნეზი ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში. და მერე წყდება საჭიროება იმისა, ჭირდება თუ არა პაციენტს მაღალტექნოლოგიური კვლევები. სხვა შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი, სწორად მიწოდებული ინფორმაცია, სწორად დანიშნული მკურნალობა აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახო და მომავალ შეხვედრამდე.